მოგესალმებით. ცრუსთავი სულ გამოცრუდა. დიდი მილით მიადგა ეთერს და ასხავს ფეკალიებს. ამ ეგრეთ წოდებული ტელევიზიის სიყალბე იმდენად აშკარა, რომ განცდა მაქვს ტვინის მუხრუჭებმა სულ გაუსხათ. აი ამის დამადასტურებელი ერთი კონკრეტული მაგალითი. ვიცით რომ ცრუსთავის ამოცანაა აპოკალიფსის დახატვა. აპოკალიფსისა, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ გამოიწვია. ამ ამოცანას რუსთავი 2-ის ყველა გადაცემა ემსახურება. ბალაგანის შუტი ვანო ჯავახიშვილისა და მაია ასათიანის შოუების ჩათვლით. სწორედ ამ შოუზე მინდა მოგიყვეთ. ბოლო გადაცემაში მაია მაჩვენა 7-შვილიანი ოჯახის დედა ლალა ცინდელიანი, რომელიც ბავშვებთან ერთად ღამეს დიდი ილოს პოლიციის მიტოვებულ შენობაში ათენებს. მინდა გაგაცნოთ ახლა ეს ადამიანები. დღემდე ეს ოჯახი ცხოვრობს პოლიციის მიტოვებულ შენობაში. ქალბატონი ლალა არის 7 შვილის დედა. ყოფილი პოლიციის შენობა იყო ძალიან ცუდი პირობები. წყალი აქ არ მოდიოდა, შუქი დღემდე არ იყო, წელს შემოიყვანეს შუქიც და წყალიც. კანალიზაცია საერთოდ ჩემი ხელით გავთხარე. რა თქმა უნდა, მაია გადაცემაში ამ გაჭირებულ ქალს უფითილებდა და დეზლ შეკითხვებს აძლევდა. ეხლა ვინმე არსებობს თქვენ ცხოვრებაში, ვინც აგეხმარებათ, რომ 7 შვილი ფეხზე დააყენოთ? ნამდვილად არავინ არ არსებობდა ჩემთვის, სანამ რუსთავი 2-ში მართლა არ მოვხდი. რატომ არავინ არ გეხმარება? ლელა, რეალურად გაქვთ ურთულესი ვითარება? ძალიან მძიმე. და გამოსავალი აქედან თითქმის არ არსებობს. არაფერი. სამწუხაროდ. რა გინდათ ყველაზე მეტად? ჩემს ახლოში ხედავ, მე ყველა მხრიდან იქარი უბრალოდ ძალიან ღია ხერია. პანჯარა მაგას არ ვაგეკავი, არ იკეტება ისეთ პირობებში. მთელი ამ გადაცემის სულისკვეთება ერთი უბედური ქალის გაჭირვებული ყოფის ჩვენებაა. რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი რა საშინლად ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა. ის რომ რუსთავი 2-ს ესუნდა, მოწმობს წამყვანის ბოლო სიტყვაც. ბავშვებს ჭირდებათ საკვები, ჩასაცმელი, სრულფასოვანი განათლება, სათამაშოები, დედას ჭირდება სამსახური და გვერდში დგომა. ხო და შენ იცი რაც უნდა გააკეთო. ნათელია ამ პათეტიკის ქვეტექსტი ასეთი გახლავთ. სახელმწიფოს ესენი ფეხზე ჰკიდია და შენ მაყურებელო ინდივიდუალურად მაინც დაეხმარეო. სინამდვილეში ამ ქალბატონმა 2018 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოსგან მიიღო 2 ბინა საჩუქრად. ეს 2 ბინა ვაზიანშია, მისამართები გახლავთ მე-6 კორპუსი, მე-3 სადარბაზო, მე-2 სართული, 33 და 34 ბინა. აი ამ კორპუსს ხედავთ კადრში. აი კადრებით, სადაც ქალბატონი მადლობას უხდის სახელმწიფოს ბინების ჩუქებისთვის. თვითონ ვარ შრომის რაიონის ოხუმიდან, რომელიც ცხოვრობდი 10 წლის განმავლობაში უშუქობაში. 7 შვილთან ერთად. გადმომეცა 2 ბინა, დიდ მადლობას მოვახსენებ. სიხარულისაგან ვერ შევიკავებ თავს. მაშ რა მოხდა? რატო ცხოვრობს ეს ქალი ისევ გაუსაძლის პირობებში? ან რატო არ ახსენეს პროფილის გულიც გამგმირავ გადაცემაში ჩუქების ფაქტი? ეს ქალბატონი ამბობს, რომ თქვა ამ ფაქტის შესახებ და რუსთავი 2-მა ამოუჭრა. თქვენ სიუჟეტის ჩაწერის დროს ახსენეთ, რომ სახლი რეალურად სახელმწიფომ გაკეთდა. კი ვახსენეთ, როგორ იყო, იცი, მანდ ეხლა სხვანაირადაც არის, ნახევარზე მეტი მოჭრილია. ძალიან ბევრი აკოდა რო გითხრათ სიმართლე, რაც უფრო მთავარი იქნებაო იმ სიუჟეტებს დაამონტაჟებენ, ეს მითხრას. დარწმუნებული ვარ, რაცაც იქნებოდა. აი ამიტომ მინდა რუსთავი 2-ელებს მიმართო. თქვენ ვაფშე რა ხალხი ხართ? ცოტა თქვენ კაი დედმამიშვილებო გაჭირვებული, რომელსაც არაჩუქა არაფერი სახელმწიფომ. მაგათზე ხო შეგიძლიათ მოყვეთ ტყუილების გარეშე. გააშუქეთ ასეთების ყოფა. ჯანდაბას ძალიან გაამუქეთ, მაგის მასტერები ხართ, მაგრამ ასე უსირცხვილოდ რა პონჩი იტყუებით. თქვით რომ სახელმწიფომ ამ ლალა ცინდელიანს მართალია 2 ბინა აჩუქა, მაგრამ იქ არაა კარგი პირობები. ისიც დააყოლეთ რომ ამ ქალს კიდევ უნდა რაღაც ფართის დაკანონება და ვაზიანში რო გადავიდეს ამას ვერ შეძლებს. იჩალიჩეთ კი ბატონო, მელკად მოიტყუეთ, მაგრამ ასე ნაგლად რატო იტყუებით? როგორ აიგნორებთ ვაფშე იმ ფაქტს რომ სახელმწიფომ ამ ოჯახს 2 ბინა აჩუქა? ეხლა ამას ხო უყურებს ძალიან ბევრი დევნილი გაჭირვებული, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აქვს. არ არის ეხლა ეს სხვის უბედურებაზე ქულების ჩაწერის მცდელობა? არ არის ლეშის მჭამელობა? საერთოდ დაკარგეთ პროფესიონალიზმი. და იცით რატო? ის გიჟი მიშა გაჩქარებთ, სოციალური ბუნტი უნდა მოაწყოთ ძალიან მალე, ხვალ თუნდაც. ხო და თქვენ პრეზიდენტ ყოფილის სურვილის ასრულებლები ხართ და მეტი არაფერი. ტეხავს მეგობრებო, ძალიან ტეხავს.